ამ ადამიანმა გააცნობიერა, რომ ის ურთიერთობა იმ ფორმატით, რომელთაც თქვენ იყავით ერთად და რომელთაც მიდიოდით, უკვე ესე ვეღარ გაგრძელდება და ამ ურთიერთობაში საჭიროა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუმცა ეს ცვლილებები არ არის ის ნაბიჯები, რომელიც ერთად უნდა გადადგათ. ეს გზა გაქვთ ცალ-ცალკე გასავლელი. მას საკუთარ თავში აქვს რაღაც საკითხები დასამუშავებელი, რაც თავად უნდა დაამუშავოს და მარტოობაში უნდა დაამუშავოს და შენც ასევე. ამ ადამიანმა გააცნობიერა, რომ ურთიერთობაში აუცილებლად იყო საჭირო ეს პაუზა, ეს გაჩერება, რადგან ორივე თქვენთაგანს ეს ძალიან გჭირდებოდათ იმისთვის, რომ შინაგანად გაზრდილიყავით და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასულიყავით. ნახოთ აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი. ეს ადამიანი კონტაქტზე გამოსვლას ახლა ამ სიტუაციაში თვლის ძალიან არასწორ ნაბიჯად. იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც უნდა გაგიარა ცალ-ცალკე, ჯერ არ არის გავლილი და ჯერ არ არის დასრულებული. და ეს ადამიანი მაშინ გადმოდგავს ნაბიჯს, როდესაც შენ იქნები ძალიან მყარად საკუთარ თავთან. აქ შესაძლოა როდესაც შენ გახდები, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრების მმართველი და მიაღწევ რაღაც გარკვეულ ტიპის წარმატებას შენს ცხოვრებაში, რომელიც შემდეგ საშუალებას მოგცემს, რომ შენ შეხვიდე ურთიერთობაში, ხო? და როდესაც შენ შეძლებ, რომ უკვე პიროვნულად რეალიზებული იყო. და ამ ეტაპზე ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ჯერ ეს ყველაფერი არ მომხდარა, ჯერ ეს ყველაფერი ბოლომდე დამუშავებული არ არის და ჯერ კიდევ გჭირდებათ სივრცე და მარტო ყოფნა. იმისთვის, რომ უკეთესად იპოვოთ და აღმოაჩინოთ საკუთარი თავი, გარკვიოთ ვინ ხართ, რატომ ხართ, როგორ ხართ და აი ამის შემდეგ უკვე არის შანსი, რომ გამოვიდეს ეს ადამიანი კონტაქტზე. აქ შენგან ჩანს მოლოდინიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შენ მოლოდინში ხარ, თითქოს არ კარგავ თან დროს და ვცდილობ, რომ შენი ფემინური მხარეები, რომელიც აქამდე ცოტა ჩახშობილი გქონდა, უფრო მეტად დააბალანსო, უფრო მეტად დატკბე შენი ცხოვრებით და მეგობრებით და იმ გარემოთი, რომელიც ახლა გაქვს. მოდი რაღაც კონკრეტული პერიოდი ავიღოთ და პირობითად 6 თვეში თუ არის შანსი, რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს. აი 6 თვეში არის უფრო მეტი შანსი აქ გამოჩენის. მაგრამ ეს არის მთლიანად შენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ აქ მიჩვენებს, რომ თუ შენ არ გაივლი ცხოვრებაში რაღაც პროცესებს და არ გადახვალ შენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, მაშინ ეს ადამიანიც მუხრუჭდება და მისი გამოჩენაც არის რაღაც ესე 50-50-ია ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოჩენის ალბათობა. სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა შენთვის, თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია, აუცილებლად დამიწერე კომენტარებში, ხოლო პირად სესიებთან დაკავშირებით გელოდები ინსტაგრამზე.